გაცრავად. გამომართვით. ეს ვერც იეტურია. გამარჯობათ. გამარჯობათ. აუ. უგაცრავად. თქვენ ახართ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. რით შემიძლია გემსახუროთ? დაბრძანეთ. გეტავა. მადლობთ. სად არის მოტოციკლი? რა მოტოციკლი? მოტოციკლი. გრა 18:45. რომელიც 5 წლის წინ მიიღო თქვენმა ორგანიზაციამ. 5 წლის წინ მე აქ არ მუშაობდი. რა ბრძანეთ ბატონო? ნუ თუ ჩვენ მოტოციკლი გვაქვს. სამობრძანდით? სად ბატონო? იქ. აი ბატონო, 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 17 კილომეტრი გაგივლიათ. აქედან ვასკვნი. თქვენ ორგანიზაციას საერთოდ არ ჭირდება ეს მოტოციკლი. როგორ თუ არ გჭირდება? ჩვენ არ ვიცოდით ამის არსებობა. მე წარმოვადგენ კომისიას, რომელსაც ევალება ჩვენს ტრანსპორტში ფარული რეზერვების აღმოჩენა. საკითხი ასე დგას. 10 დღეში სახელმწიფო ტექნიკური კომისია შეამოწმებს მოტოციკლს და თუ სპიდომეტრზე არ იქნება 3000 კილომეტრი გავლილი, კომისია მოტოციკლს შემოგართმევთ და გადასცემს იმ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია მეტი დატვირთვით ამუშავოს ტრანსპორტი. რათა მოუტანოს ჩვენს ხალხს მეტი სარგებლობა. ზუსტად 3000 კილომეტრი? დიახ. 9 კილომეტრსაც ვერ გაბატიებთ. სხვა ვარიანტი გამორიცხულია. იცოდეთ, სპიდომეტრი დალუქულია. ასე რომ საიდან გაიგეთ ამ მოტოციკლის არსებობა? შემოვიდა სიგნალები. ესე იგი 25-ში მობრძანდებით ტექკომისიაზე მოტოციკლით ხომ? მას დავკარგოთ არა მოტოციკლი? რატომ, ბატონო? ჩამოვაყალიბოთ წრე, ჩავეწეროთ. ვისწავლით, ჩვენს ხალხი ვართ. ვერ გაიგეთ 10 დღეა ვადა. ო, მართლა. მამი, დედამ შემოგიცვალა. მამალი დაკალიო. წადი ბიჭო, დაგაგე. ამ ეპოქაში მოტოციკლის ტარება არ იცოდეთ. თუ არ ვწდები, სანდრომ უნდა იცოდეს. სანდრომ? ხო, აი ის პრაქტიკაზე რო გამოგზავნეს. ელისაბედაშვილი. დიახ, ქალბატონ სალომეს თერმოსი შეუკეთა. მაცივარიც კი გაურემონდა. ტექნიკაში კარგად ერკვევა და ალბათ მოტოციკლის ტარებაც იცის. ალბათ თუ ნამდვილად. არ ვიცი, ისე იგი სულ რაღაცას ჭირგედელაობს. დამიძახეთ. სანდრო. დიახ, რედაქტორი გეძახის. მე? ხო. რა უნდა ნეთავ? რა ვიცი, შეახვალ და გაიგებ. დაბრძანეთ. გინდათ შტატში აგიყვანოთ. როგორ არა? ბრძანდებით. მოტოციკლის ტარება ნამდვილად თუ იცით? ჯარში ტანკისტი ვიყავი. ხო. შემდეგ, როდესაც წყალში დაგვრჩალს ნაპირზე ამოვიყვანთ, საჭირო არ დავიბნეთ და დროზე აღმოუჩინოთ პირველი დახმარება. აი ასე ტარდება ხელოვნური სუნთქვა. შეიძლება? მობრძანეთ? ეს ჩემი მეგობარია, მიტო ბეშკენაძე. გამარჯობა. ტელესტუდიაშია პრაქტიკაზე. თანახმა ჩემთან ერთად წამოვიდეს სამოგზაუროდ. მოტოციკლის ტარება იცის, მომეხმარება ხანდახან. ხო და ძალიან კარგი გზაში არ მოიწყენთ. საქართველოს შემოვლა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის მეტად სასარგებლოა. მოგზაურობა დაიწყება ხვალ. დიდი 6 საათზე და 00 წუთზე. ახლა კი გაეცანით მოტოციკლს და შეუდექით თადარიგს. არ გადათხარა ბიჭო მთელი ეზო? ბაბუა რა ჩაგვის ახლა მიწას უკან. ბაბუ არ დალიო. იპოვე რამე?
ვინც ეძებს ის ყოველთვის იპოვის. თუ რაიმეს პოვნა გინდა ბიძიკო, აქ უნდა ეძებო, აქ თბილისში. მე რომ მკითხონ, ნახევარ თბილისს დავანგრებ და აქ მოვაწყობდი გათხრებს. ჯერ თბილისი არ შეუსწავლიათ და გარე-გარე დარბია. არ ესმით საქმე და იმით. დავიდეთ. ყმაწვილებო, შეხედეთ კაცო, შეხედეთ, კარგად დააკვირდით. ჩემი აზრით პირველი საუკუნისაა. ხედავთ, შამთასიავეს მთლად ვერ მოუსპია მაინც. კარგი ჯინჯილა. ეს რა შეგიძენია? რედაქცია ხვალ კახეთში გვაგზავნის, მივლინებით. მოიცამითო. როგორ კაცო? თქვენ მიდიხართ და მე აქ მტოვებთ? სად დაკარგეთ სინდისი? აქვთ. ამხანაგებო რედაქციას არ სურს რომ თქვენი მოგზაურობა უაზრო ხეტიალს დაემსგავსოს. მართალია თქვენ 10 დღეში უნდა გაიაროთ 3000 კილომეტრი, ესე იგი იმოძრაოთ დღე-დაღამ. სტატიების წერის დრო არ გექნებათ, მაგრამ რედაქციას იმედი აქვს რომ თქვენ შეხვდებით საინტერესო მოვლენებს, შეაგროვებთ მასალებს და ჩამოსვლის შემდეგ მოგვაწვით რამდენიმე წერილს. არ დაიძრათ. რა შეასაქმე? პაპა ჩემია, მცხეთაში მიდის ზმნის სანახავად. ჩემი ძმა 904-ში მოკლეს პორტარტურში. ესენი ბატონო ძალიან პატარები არიან და ამათი მარტო გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძალიან გთხოვთ მეც თან გამაყოლოთ. კეთილი? შვენიერი აზრია. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. კი, მაგრამ არდალიონ ბაბუა, მუზარადის გარეშე რომ არ შეიძლება მოტოციკლით მგზავრობა? აბა თქვენ იცით, ზუსტად 3000 კილომეტრი, ზუსტად 25-ში 10 საათზე ზუსტად იქნებით ადგილზე. ამავე მოტოციკლით. გზა შვიდობისა. გაუმარჯო საბჭოთა ფიზკულტურელებს! აბა არდალიონ, ბედნიერად. ელისაბედაშვილო! თავხედებო! ასე გაბუდული უნდა იყოს, არ გაგვცემს ხმას. შეგვირიგდება. არდალიონ. გამარჯობათ. ბოდიში, დონდუა ხომ არ გინახავთ? 2 დღეა დავეწევ. დამპირდა 78 ნაკვეთი შენი იქნებაო. ვინ არის დონდუა? როგორ? დონდუას არის ნოფტილის. არა, არ ვიცნობ. ბოდიში. მე ვაღეები მეგონეთ ბარით რომ დაგინახეთ.
ნაკვეთებს დაგვირდა დონდო აგარაკი აიშენეთო, მაგრამ 8 კვადრატულზე მეტი არ შეიძლებაო. აი აივნები კი რამ ხელაც გინდა ტიმოდელა იყოსო. მოდიში, ალბათ მოვნახავ, დახვავდეს. ნახავდი. მოცლილია ვიღაცა. არდალიონ ბაბუა, სად იშოვე ეს მუზარადი? ამას დიდი ხნის ისტორია აქვს. კი, ძალიან დიდი ხნის. ერთ დროს მე ნებაყოფლობითი სახანძრო ორგანიზაციის რაზმელი გახდი. 20-იან წლებში. მე განსვენებული საშა დულუხანოვი, კოტია ეძღვევათ. და კიდევ ბევრი იყვნენ, ახლა არ მახსოვს ყველა. ღმერთმა გაანაწილოს მათი სული. რა ხანძრები ჩაგვიკვირია. რამდენი კაცის სიცოცხლე გადაგვირჩენია. აბა, კავკავიდან ჩამოდიოდნენ ჩვენ სანახავად. რა დრო გვიტარებია. გონი მეშველა. გეჩერე. გაჩერე. ეჭე თქვენ ახლა რა გუჯანში უნდა ჩამიყვანო თუ შეიძლება რა თუ შეიძლება. სიამოვნებით, მაგრამ ადგილი არ გვაქვს. გამოგებინეთ მეგობარო. გამოიყვანეთ ბატონო. გამოიყვანეთ რა საკვირველია რა. მომაწოდე. აბა შენ იცი სანდრო, შენ აქ დარჩი, მე წავყვები, რაც არ უნდა იყოს გამოცდილი გაცივა. აქეთ მოგძანდით. ეს რაჩი დუნიები ყოფილან. თაჭკუით იქნებით, დედიკო მალე მოვა, პატარა წამიკოს მოგებან. აქეთ ბატონო. დაიცადე. მეთავადა. აი ასე. ვაიმე. სანდრო, ბავშვებს მიხედე. მოშოვდი, დადი აქედა. მოშოვდი, დადი აქედა. დადი. თვალი აქვს მაგას მომძრალი? ხო. ხო, გერა დიახ თქო. ხო, დიახ. ჯანჯიკი სად არის? ჯანჯიკი რა არის? მეტი არაფერი უნდა. აგაშენა. შეგიძლიათ წაიღოთ. მაგას რა ჭირს? ვიცი რომ. ეს მგონი აღარ აპირებს წამოსვლას. ოსტატო! აღარ გაიგებ კახეთში სად იწყება ერთი სოფელი და სად მთავრდება მეორე. სიღნაღიდან თელაონდე სახლის ახლზეა მიმდგარი. ერთ მყუდრო ადგილს ვერ ნახავ რომ განამარტყავდე. ხო, სანდრო, თელავში რომ ჩავალ, არ დამავიწყდეს, უსათუოდ შემახსენე, ის მინდა ვიყიდო გუდის ყველი და დედას მინდა. თქვენ არ დაიჯერებთ კაცისას, თუ არა მე გირჩევდით ღამის გასათევად. დიდებული ქალი იყო კორკოტანთ მარუსა. ცოცხალი რომ იყოს, მასთან გავჩერდებოდით.
სასტუმროში არც ერთი ადგილი არაა თავისუფალი. ასეც ვიცოდი. ამიტომ მე თავიდანვე ყველაფერი გავითვალისწინე. დაჯექით. ეხლა შენ წაგვიყვან. წადით უკეთეს ადგილას მიგიყვანთ. აი ბატონო მე მგონი ცუდ ადგილზე არ მომეყვანიხართ ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი მეოთხე საუკუნეშია დაარსებული ზენონ იყალთოელის მიერ ვიცი თარდალიონ რუსთაველმა მიიღო განათლება დიახ აკადემიაში რომელიც მე-12 საუკუნეში დაარსდა ჩემო ბატონო აქ სწავლობდნენ ფილოლოგიას, ღვთისმეტყველებას, რიტორიკას და რაც მთავარია მევენახეობას. აი აქ გარშემო უზარმაზარი მეურნეობა ჰქონდათ. აი იმ საწნახელში 70 ურემი ყურძენი იწურებოდა ერთდროულად. იქ კი ზემოთ აკადემიკოსების საძინებელი ოთახები იყო. ჩვენ სად დავიძინოთ თარდალიო? აი ამ ხის ქვეშ. აუ, ხის ქვეშ ძილი თუ არ მოგწონთ, მარანი თავისუფალია, მიბრძანეთ. თარდალიონ, მოდი ვივახშმო. თან ერთი ბოთლი ღვინო გამოიყოლე მაგმარნიდან. იმას რა მთელი ღამე არ უძინია? წავიდე თარდალიონ, გვეჩქარება. ეს კედლები მე-12 საუკუნეშია დაზომილი. მადლობთ ბატონო, ერთ წუთით რა მოგივიდა? გააჩერეთ. რა მოხდება? რა ამბავი? რაღაც მარცხი გვედის. რა მარცხი? კაცი რომ სადმე პუშჭამს და ნასუფრალს აულაგებელს დატოვებს, მასან გზაში მოუარა მეხიფად, ან ოჯახში დახდება ცუდი ამბავი. კარგი ერთი. აი ნახავთ ბატონო. მე გირჩევთ უკან გავუშვიდეთ. თარდალიონ, ცოტა ხანს გაიარ გამოიარე. გამარჯობათ. გამარჯობა. რა გაგჭირებიათ შვილო? ისეთი არაფერი. თქვენ საით გიგზავნეთ? რა ვიცი. ო, აი პოსტაში ვიყავი, ბიჭმა ამანათი გამომიგზავნა ქალაქიდან და იქიდან მოვდივარ. დაბრძანდით კეთახლა მიგიყვან. აბა როგორ შეგაწუხოთ? კარგი, რა შეწუხებაა? დაბრძანდით. ხო. გაშენად ღმერთმა შვილო, მადლობთ შვილო, მადლობთ. შემობრძანდით რა, შემობრძანდით. მართალია უქალო სახლი მაქვს, მაგრამ თავს არ შევირცხვენ. როგორმე გაგიმასპინძლდებით. იქითა ვენახი მაქვს. 2000 ძირი იყო.
300 იღადარჩა ვერ მოუარი. მაინც მიდიხართ. შემობრძანდით. არა დიაგას, გმადლობ, ძალიან გიხარით. ბატონო, სხვა დროს. კარგად ბრძანდებოდი. გაიხარით. აი ეს კი უახლესი ისტორიული ძეგლია. არ დამიწყო, ახლა მაგის შეკეთება. 25 ცხენი ძალიან იყოს, ტრაქტორი. ჩამოდი, არავინ დაგინახოს. დამინახოს რა. ნახე. ჩიდას ბუდა გაუკეთებიათ. იშოვეს მყუდრო ადგილი და დაიბუდეს. ვახ ტრაქტორო მე შენს გამჩენს ვენაცვალე ხელშია არი ბობაგლე კაცობა შენ გამართე წელშია ვისი დაწერილი ხალხური შეხედე ამას აქ რა უნდა გამარჯობა ნაცნობებო გაუმარჯოს რავა ვერ იპოვე დონდუა ვერა ვერ ვიპოვე, გუშინ აქ ყოფილა. ერთი ფეხით გამასო. ახლა მთაში წასულა. მთაში ახლა ძალიან ეგრილება. უაგარაკო ცხოვრება არ შემიძლია. ხომ უნდა დავისვენო. რა ვქნა, უნდა მოვნახო. ნახვამდის. კარგად. ბედნიერა. გააჩერე. ბიჭო ედისონ, ვერ მიცანი? მოიცა სანდრო. ეფსილონ 4 Z5. ვა. არ გამოდის რა. რა ქარმაგად მოგავდა? რედაქციაში ვარ პრაქტიკაზე. მივლინებაში გამომაგზავნეს. მოგზაურობთ რა. ბაბუა ჩემის თანწა მოყვა. ეს რა არის? რა? აი რაღაცები რომ დაგიხაზია. მარშრუტია. ვიტო მოდი აქ. ეს ჩემი მეგობარია, ედისონა. აი რო გითხარი ჯარში ერთად ვიყავით მეთქი. მიტო, ვაჟა.
ისეთი რამ არ მინახავს. არა, ნამდვილად გაგიჟდა ქვეყანა. ადგილს ვეღარსად იპოვი. ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩა. იქნებ რა უჭირს კაცს. ეს რა არის? როგორ გააკეთე? რანაირად მუშაობს? ფოტო ელემენტებზეა რა. თეთრ ფერს დაძებს. თავმჯდომარემ ამიგრძელა ამ ტრაქტორით მუშაობა. ბავშვებს დაძებს. ქალებს თეთრი ვერ ჩაუცვამთო. ძროხებს რწე გაუშრათო. თელი სოფელი საგონებელს ჩავარდა ემაქშენის ავერანო ტრაქტორის გულისთვისაო. ისე თეთრ ფერს თუ თვალი მოკრა რა. მეც ვეღარ ვაჩერე. ედისონ, რა, ძალიან გამეხარდა შენი ნახვა. მოიცა ესე როგორ გაგიშვა? არა, მე რე გინახული. აუცილებლად. დარჩით რა. არა, მეჩქარება. აპუნა, ბიჭო. შენი წირივე. ვინ არის? აბა მე რა ვიცი. საიდან სადაო? ანდარიონ, ბიჭო, რამდენი წელი არ მინახევ ხარ? არ კარგა. ხო, კი მაგრამ აქ რას საკეთებ? გზას ვაშენებ, აფეთქება უნდა მოხდეს. აუ, ჩვენ რომ ძალიან გვეჩქარება, ვერ გავასწრებ? ქართველი ხომ ხარ კაცო? აი, მოგიგდეთ პაპუნა. შეკაიდეთ მამიშვილო. მაგაზე გეტყვარს. აქ იმიტომ დამაყენეს რომ არავინ გავატარო. მაგრამ რა უკვე მქენ ამაქვს? წადით და თუ მშვიდობით გახვათ, უკან დაბრუნებისას აუცილებლად ნახეთ. უსატუა. აბა, დავედით. ჯობდა დაგვეცადა. ნუ გეშინია გავასწრებთ. მიდი. ბედნიერად, პაპუნა. აბა, წავედით. აცი ხარ კაცური. აქაც ნაცნობობა ყოფილა საერთოდ. გონი გადავრჩით. არდალიონი? ხელი. რა მოგივიდათ, სახეზე ფერი არ გადერ. ძმაკაცია ხომ პაპუნა? თანაც როგორი? დიახ, ძმაკაცი იყო და დაგრჩება კიდეც. გააჩერეთ თქვენი წირი. მაგერა ჩაგვივარდა აგერ ტალახში, ვერაფრით ვერ ამოვდივარ. თუ შეგიძლია როგორ მე დაგვეხმარე? რა საკვირველია? კი ბატონო, კი. აქეთ წამოდი, მოდი. აბა, მეგობარო, თქვენ საჭესთან დაჯექით. ოღონდ ეცადეთ მცირე გაზი მისცეთ, მცირე დიდი არაა საჭირო. აბა, დავიწყოთ. ერთიც. შეიძლება, აბა ერთიც. მეც მოგეხმარებ. აბა, დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ. მოუმატეთ გას, ცოტა მოუმატეთ. მივაწვეთ ახლა კაცო, მივაწვეთ ბატონო. ვაიმე, მამაჩი.
გამოცხადეთ თქვენი ძენი სალამთო არის გესმით? ორი დღეა ბემალე. რა შეჭამთ მე? შამპანურს და შოკოლადს. ჩავაბათ. კაი. ამ ტალახში რამ შეგავდით? მადლობთ. არასოდეს დავივიწყებთ თქვენს პატივისცემას. ვისადილოთ ერთად. გვიდგეგრძელეთ ახალი ოჯახი. ხელი მოწერილი გვაქვს. ო, რა შესანიშნავი წვილია. ვაიმე, მოტრიალზე ჩხარა. კარგად იყავ. დაიმალეთ, უბედური ხალხია, რამე არ მოხდა. ვერ ჩენდავე. უნდა ჩავერიო სამსახურში. Yaragis, maravis, dagvis! Besrane! Dakota! გააჩერეთ. ხლიკ დამიცადეთ. ვერ გაგიჭირე, ვერა! დავით. Yaragis! Გამოდი, გამოდი! Beni bakacağız, madişleri! Beni bakacağız, madişleri! აი ხმაწვილებო, იტიური ერთ ნავიანი ბაზილიკა გააჩერია, გააჩერე. გააჩერე. ვინ უნდა იყოს ეს? შევიდეთ ეზოში. რა გვინდა ეზოში? კარგი, ახლა არდალიო. კაცო, შევიდეთ ეზოში. ბაბუ არდალიო, რამდენ დაანგრეულ ეკლესიას. გითხარი, მე შენ ერთხელ გაცაგებად ამხანაგო. 3000 კილომეტრს კი არა, გამეხიფაც გადავეხტა. კაცო, შედი. Чумат, натикит. Дай монет. რატომ არ მეკითხებით? რაშია საქმე თქვა? გამაგებინე, კაცო. რა უნდა ჩემგან? ამო პატრონოს. გუშინ ერთმა სკორიმ და გამასრო. რამდენ ამეს? რამდენ? რატგეშინა? რამდენ უბედურ ხალხს
მიზა ჩემო. ათხოვე ექთოფი. რა ვარ სათავე ამ წყალშია ჩემოდნები. კიდე გამწამი არ მოუსვლელში. დავსვალდი სულ, მაგრამ რა სიზამ, დიდ გზაზე დიდი მგლებია ჩასაფრებული. ახლა ამ ყვავილებს საბუთი ხომ უნდათ? რა ვარ საშოვნია, თუიცი. ძლივას გავშანსე, წყალში გამევედი. დამისვლა ყველაფერი, დამისვლა საბუთი. ხო და ასა ხო არ გავიდოთ საფდურზე. ვინაკიშვას მოსკოვის პატრებელზე, სულს კი არა. მშრალს არ გიშვებენ. შხალს! ყველაფერი გავაფინე ბუჩქებზე. საბუთი გავაფინე აგერ ამ ქვაზე. ჩაბეჭდილია შიგ, პირადი ბაღი დანაო. ვიფიქრე კაცო, მეცა, ვიფიქრე დრო მაინც მაქვს თქვა. ვზივარ, ჩემთვის, კაი ხასიათზე, აგერ. უცა კაცო. არ ჩავეიქრო ამ ოჯახკეტი ემატა. ეს საბუთი არ წაიღო ბუდეში. რა არ ვესწროლე? როგორ არ მოვეფერე? ქალისთვის არ მithქვავს იმნაირი სიტყვები. შენც არ მომიკვდე. ქვას თუ ხედავ სადმე აქ. ამ ქვებს ხელი არ ახლოთ. რამდენჯერ არ ავწერი? არ მიმიკარა. ზის თავისთვის. კვერცხებზე. თვალში გიმიზნებს პირდაპირ. ხმარჯველა ხელი. მიდაჩებო. მათხოვე ექთოფი. გამიხმა ყვავილები. ნუ დამღუპა. მათხოვე თოფი. არავით არ შემთხვევაში. დავე. აბა კარგად იყავი. თუი! თქვენს ყვავები ყოფილ ხართ. ყვავებო! სამებო! შვენიერება. ალბათ სასტუმროში ადგილები არც არის. მე მგონი ურიგვარი იქნება აქ დარჩა. კარგი ქენი რომ გამოხდი. რას წერ არდალიონ ბაბუა? რას წერ და ზოგიერთ მოსაზრებებს. ისე ურიგვარი იქნებოდა თქვენს დაგეწერა თქვენი შთაბეჭდილებები. თბილისში რომ ჩახვალთ, გამოაქვეყნებთ თუ რა ნახეთ ან რა გაიგეთ. ასე რა უნდა დაწერო არდალიონ ბაბუა? გიჟები ვიდავდივართ ზევით ქვევით. დღეში 300 კილომეტრს გავდივართ. თუ რამის დაწერა გინდა, უნდა გაჩერდე. ხალხს გაეცნო. შეყვარებულს მაინც მიწერე წერილი.
ვინ წერს ახლა შეყვარებულ წერილებს? რა ვქნათ, არდალიონ? არავის უყვარვართ და თქვენ შეიყვარეთ. 16 წლის ვიყავი, ცხონებული ბებია შენი თეკლე რომ მოვიდაც. კაცი რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული, ღირსი არ არის ადამიანის სახელი ატაროს. კარგი ახლა არდალიონ, ერთი ეს მითხარი. მთელი საქართველო მოვირბინეთ. დარჩენილ 1300 კილომეტრს რა უყოთ, ჰა? რა უყოთ, ჩემო ბატონო და აქამდე მოპირკეთებული გზებით დავდიოდით. რამდენი რამ დაგვრჩა სანახავი, ხევსურეთში არ ავსულვართ. თხის ბილიკებით ვიაროთ. სადაც მოტოციკლი ვერ გავა, ფეხები რისთვის გვაქვს მაწვილებული? ეგ ყველაფერი კარგად მოყევი, არდალიონ, მაგრამ აი, სადაც მოტოციკლი ვერ გავა, რა ვქნათ, ზურგზე მოვიკიდოთ და ისე ვატაროთ, თუ გზაში დავტოვოთ. მერე იმ გზაზე ისე დაგვემტრევა მოტოციკლი, რომ შეიძლება მარტო სპიდომეტრიღა დაგვრჩეს მთელი. შენი აზრით რა უყოთ მერე იმ სპიდომეტრს? ჩავდოთ ამ ჩანთაში, მოვიკიდოთ ზურგზე და ისე მივადგეთ, არა? ჩვენს რედაქტორს. არ დაიღალე, დავიძინოთ. დაღლარას მიქვია. არ გეკადრებათ ახალგაზრდებს. გზას მხოლოდ მავალი დასძლევს. გააჩერე. ზომე არდალიონ, რამდენიც გინდა, მაგრამ გულს გაუქცილდი. თაში ვარ. არაძმო შატილში თუ მოტოციკლით ამოვიდოდი აღარ მეგონა. დიდებული. ჩაკეთე ჩვენი ლოკომი. გამარჯობა. რაკენ იბავე დონდუა. ეს კაცი გავაგიჟებს კაცი. მაღლა მთაში ასულა, ჩემი მანქანით მე იქ ვეღარავედი. ჩამოივლის ალბათ მაშ საწავა, ჰა? მეც აქ დაველოდები. აბა წავედი. კარგად. კარგად იყავი. არ დაიღალეთ?
დავისვენო, თვალები ამიჭრელ. აქ მოდით, აქ. ეს რა ქვევრია კაც? ერთი გამაგებინა, ამდენ ქვევრებს რა ღვინით ავსებდნენ ნეტავ? ალბათ, შემოსევების დროს წყალ საოცარია, როგორ გადარჩა ხალხი. ეგ ეკლესია არ დალიონ სოფლის განაპირას იდგა. რამე წერი იყო ასეთი ამოდენად ხალი რომ დააგუба. ამის გადარჩენას არ აპირებენ ნეტავ. უნდა შევცუროთ. მაგის გადატანა თანამედროვე ტექნიკისათვის ძნელი არაა. უფრო დიდი ძეგლები გადაურჩენიათ. მარცხნიდან მიუდექი.
ახლოს არ მიხვიდეს დაკ გააჩერე. აი, ვარდალიო. რაღაც ხმა არ მომწონს მე მაგისი, მარჯვენა ცილინდრი გადახურებულია. ვიცი, მართალი ხარ. ეს რა? შეცვალე? დავშალე რა, სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ. როდემდე უნდა ვადინოთ ჩავებული ამ ქვეყანას. ეს ამხელა ენერგია ტყუილად იხარჯება. ერთმა დისერტაციას დაეცვა. ვინა? აი თბილისში რომ ცხოვრობ. შავი როა რა. მაღალი. შენ არ აპირებ? მე რა შავქვათმინდა ისედაც გამომდის და ეგარი. აი ახლა ეს სარკეთო ეკრანია. ხომ მოკრებს სისხლებს. ფოტონებსა რა. ეს ფოტონები ამუშავებენ რა. ფოტონზე რაღაცა ჭირდება. კვანტი. დარჩი რა. მარტო ვარ კაციშვილი არ მეგარება. თავშემარე მითხრა შენაო არტურაო. არტურას მეძახის რა. MTS-ში წადიო. მე ახლა ეგ წინ იყურება. კვანტია, კვანტი კაცო. კვანტი. აპატი არდალიან. რა შვები კაცო? მე აქ რჩევი. ედისონთან. მოეხმარები ცოტას. როგორ თუ რჩები? მე ამას რას ვუშვებ? კი, მაგრამ 200 კილომეტრი რო გვაქვს გასავლელი. ამაზე რას ფიქრობ? 200 კილომეტრს თუ ჩემოდაც გაივლით. არა, ამას ნამდვილად სიცხე აქვს. ესეც ასე. კაცო, მე რა ვქნათ რედაქტორს რა უთხრა? რედაქტორს გადაეცი სანდრომ საინტერესო თემას მიაგნოთქო. თუ ყველაფერი კარგად წავიდა 10 დღეში ჩამოვათქო. კარგი ახლა, ნუ გაბრაზდები. აბა, კარგად ხარ. არ მინდა მე შენი კოცნა. შენ წადი ახლა ჩქარა. აბა, კარგად. რაღაც უცნობს. წადი ერთი. თეთრი არაფერი ჩაიცვა, ფრთხილად იყავი. თუ დაგაგვიანდეს წერილი მოიწერე, წერილი. არდალიონ, აი ის კაცი ჩვენ რომ მოვიყვანეთ. რა ხდება აქ მეგობარო? ერთ ქალს 4 ბიჭი შეეძინა. ვა! 4 ბიჭი, არდალიონ, 4. არც ერთი არ დაგცე. 1 2 3 4 რამოდენიმე სიტყვა ჩვენი ტელემაყურებლებისათვის თხოვოთ 4 ბიჭის ბედნიერ მამას. გთხოვ. ვიტყვი. აკა. წელს ჩვენმა ყოველმეურნეობამ გადიდებული ვალდებულებები იკისრა. პირადად ჩემს ბრიგადას 4 ჰექტარი ვენახია გაპიროვნებული და კიდევ 4 საღებას ვაპირებთ. მე პირად ცხოვრებაზე ხომ არაფერს მოუყვებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირადი ცხოვრებით მაყოფილი ვარ. ჩემს ბრიგადას და არა, მაპატიეთ. როგორ ატარებთ დროს ოჯახში, შრომის შემდეგ? გთხოვ. კარგადა. პირადად მე და ჩემს ცოლს რაც შეეხება შრომის შემდეგ, რა თქმა უნდა, კულტურულად ვატარებ დროსა.
ახლა რა გითხრა იცი რომ დავენახეთ 2 დღეს არ გაგვიშვებდა. მოხარშული ინდაური ნიორ წყალში. დედას ყურები. დარჩებოდა კაცი. შენ გათხოვ გაგითქობა ხეტიალი, ა? ხეტიალი რაშვაში. ამა შეხედე აქ ჩამოსულა. არა თვალებსაც რომ ისწორებს. დაეთრი აქედანა. ეკეშე გამაძაღლო შენ. გაუში ბიჭო. გაუში. წელიწად შერთხელ არ მიკითხავ. რა არის ბიჭო ეგა? აგარაკია მამაჩემო. აგარა. შენი ვენახისა და ამ სახლის პატრონი. იმ ბუდრუგანაში აპირებ ცხოვრებას. დარჩი ბიჭო. ხო ხედა ვერ აუდივარ ამ სატიალოს. მარტო ამის წრევამ გამწვიდა წელში. აბა კიდე, ჰა? საქმე მაქვს, საქმე, მამაჩემო. უსაქმური ხომ არა გონი ვარ. ეს საქმე. ეს ამისი შვილი ყოფილი. ეს არის შენი საქმე. ამაზე ცდები ამოდენა მუდრუგი. კაცმა რო დაგხერხოს 2 საჯენი შეჭა მოხვალ. გლეხი ხარა, გლეხი ქიანი. ფეხის მომგბელი აღარა ვარაკა. ანა მოუსტეხენა. ნუ ღელოს ბატონო, გაიბერე, შენ გაიბერე. ოღონდ არ გასწრაფე უსტივითა. შენ რა გინდა? დაბრუნდი, ბოდიში მოიხადე. საოცარია. კაცს ასეთი შესანიშნავი სახლკარი ჰქონდეს სოფელში. და მაინც გარე-გარე დარბოდეს. ვერ გამიგია რას ეძებს. მოიცა, მე მოგეხმარებ. მოიხსენ. მერე იცი. სოფელში ვარ გაზრდილი ვენახისა ცოტა მეც მესმის. გამიკეთე. ეს. საით წავიდე? აი იქით. კარგია.
კარგია, დაამაგრე და ჩამოდი. ეზობელი კაცია, მაინც თბილისში მიდის და მე არ მოვდიო არდალიონ ბაბუ. ცოტა ხანს დავრჩები. ჩემი სანდროსი არ იყოს, არც შენ ხარ მთლად დალაგებული. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. არა, უშავს, ასე მერჩევნია, ჰაერზე ვარ შეჩეული. რედაქტორს რა უთხრა? შევატყობინო რამე? არაფერი. არ ჩამოვარდი. ნუ გეშინია. როგორ თუ არაფერი, კაცო? გადაეცი მალე ჩამოვათქო, კარგად იყავი. სანდროს გაუარე და ერთად ჩამოდით. წავედით. გააჩერეთ მეგობარო, გააჩერეთ. მოხდა რამე? რა შესაქმეთ იაგას? მოხდა. მე აქ ვჩები. არქეოლოგია. ჩამოვიღოთ მოტოციკლი. არა, იყოს. თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. ჩახვალთ თბილისში. იქ ვარდების ქუჩაზე არის ჟურნალ ნაბიჯის რედაქცია. ხო და მიხვალთ იქ ნახავთ რედაქტორს და ჩააბარებთ ამ მოტოციკლს. დილიდან ვეუბნებდი რაღაცა მოხდებოდა. თვალი მითამაშებდა. რა უთხრა იმ კაცსა? რედაქტორია თუ რაღაცა? უთხარით რომ ჟურნალისტებმა დავალება შეასრულეს, 3000 კილომეტრი გაიარეს და ნუ შეეშინდება მალე თვითონაც გიახლებიან თქო. აბა კარგად იყავით, კეთილი მგზავრობა. მაიცა კაცო. შენი სახელი მაინც მითხარი. ჩემ სახელს ისტორია გეტყვით.